ბიძინა ივანიშვილს ამჯერად საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ამერიკელმა გენერალებმა მიულოცეს. ცოტა ხნის წინ კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი ჯონ პაქსტონი, პოლკოვნიკი ჯეიმს ომეარა ევროპაში ამერიკის საზღვაო ძალების უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ჯეფრი პარტმანი მიიღო. შეხვედრას ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და თავდაცვის ატაშე დაესწრნენ. რაც შეეხება საუბრის თემას, შეხვედრის მონაწილეებმა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ფორმირებასა და ნატო სტანდარტებთან მიახლოებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. I am here as the commander of the როგორც ამერიკის შეიარაღებული ძალების მეთაური ევროპაში და ამასთანავე ვარ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების წარმომადგენელი საქართველოს იყო და არის ძალზედ საიმედო და ძვირფასი პარტნიორი ამერიკისათვის მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ ძალიან მჭიდრო კავშირი გვქონდა და უმუშაობდით ერთად ავღანეთში. ერთიანი მუშაობით ვცდილობდით განგვევითარებინა ისიო ხელმძღვანელობა და ოფიცრის კვალიფიკაცია. მუშაობდით იმისათვის, რომ არ გვემაღლებინა უსაფრთხოების თანამშრომლობა. ასე რომ ჩვენ ვაფასებთ ორმხრივ ურთიერთობა საქართველოს. ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ მივულოცოთ ბატონ ივანიშვილის გამარჯვება და ვუსურვებთ, რომ ძალაუფლება გადაიბაროს უმქმნელობა. აქ იმისათვის ვართ, რომ გავუხადოთ ამერიკის თანადგომა საქართველოს მიმართ. ჩვენ მოთველად ველოდებით, რომ კვლავ დროში აღდგება ჩვენი სამუშაო ურთიერთობა ავღანეთში და აგრეთვე გავაგრძელებთ ჩვენს თანამშრომლობას მომავალში. ეს ქონდა პირველად საშუალება, რომ სამხედროებთან პირველი შეხვედრა ქონდა ამერიკელებთან, რომლებმაც უდიდესი დახმარება გაუწიეს ქართულ ჯარს ჩამოყალიბებაში, გადაწყობაში, ნატო სტანდარტებზე. და მეც მქონდა ინფორმაცია და ძალიან გამეხარდა, რომ ქართველებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნატოს შენერთებში, ამერიკელებთან ერთად ძალიან ხშირად რთულ პოზიციებზე ერთად მოიხსენებიან. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი პარტნიორობა ავღანისტანში და ესეც ხელწერტილებში, რომ ესეთ საინტერესო სახელმწიფოებთან ერთად და პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ვახერხებთ და უმცროსი მეგობრის რეალურ როლს ვასრულებთ და მომავალშიც ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ეს თანამშრომლობა.